დღეს დღე მოსდევს საათი და ახლოვდება 4 ოქტომბერი. ჩემი აზრით და შესაძლოდ ვიმეორებ, შესაძლოდ გადამწყვეტი და მინიმუმ კი მნიშვნელოვანი დღე თანამედროვე საქართველოსთვის, იმიტომ რომ ფსონები დაწესებული, დადგენილი, არსებული ფსონები ძალიან მეტისმეტად და უკიდურესად მაღალია პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური მოთამაშე ამბობს. პრაქტიკულად თითქმის ყველა პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფები ამბობენ ან ყველაფერი ან არაფერი. ხელისუფლებად წოდებული ბანდის გარდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც ამას ამბობს ამას განა არა და ეს დამოკიდებულება კი პროცესების ორდინალური განვითარების შესაძლებლობას ასე უნდა ვთქვა პრაქტიკულად ან მოცემულ ეტაპზე პრაქტიკულად ანულებს. რეალურად მოცემულ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე სპობს მეთქი და ამაშიც დამნაშავე რეალურად სწორედაც რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ბიზნეს ბანდა, ანუ სხვა არც არავინ რომელმაც გასულ წლებში 24 წლამდე, 25 წლამდე ხო ავნო ამ ქვეყანას 24 წელს კი მოახდინა ნოემბრის მიწურულს სახელმწიფო გადატრიალება, კონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება, მიითვის არა ძალაუფლება და თავად და მხოლოდ თავად მიიყვანა ეს ქვეყანა, ეს საზოგადოება, ჩვენ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე ჩვენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ჩიხამდე თქვა რა, რომ მხოლოდ თავად უნდა იყოს, ამასთან უნდა იყოს სამარადისოდ, სულ უნდა იყოს. თავად უნდა მართოს სულ და რეალურად კი განაცხადა, რომ უნდა ანგრიოს ეს ქვეყანა დესაქართლოიზაცია გამოიწვიოს, დიახ ანგრიოს. შესაბამისად ეს ამბავი გამოცხადებული რევოლუციისა მან შექმნა, ხელისუფლებამ შექმნა და საზოგადოების ერთ ჯგუფს დიდს თუ პატარას, აგრესიულს თუ არა აგრესიულს, სუცს თუ კარგს, სწორს თუ არასწორს, რა ვიცი, როგორც გნებავთ ისე შეაფასეთ, უბრალოდ არ დაუტოვა სხვა გზა გარდა ბოლომდე პროტესტისა გამარჯვებამდე და ოცნების განადგურებამდე. ეს უმნიშვნელოვანესია, ოცნების განადგურებამდე პროტესტისა და მეტიც არ დაუტოვა საქართველოს მოქალაქეებს. აი საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან ჯგუფს სხვა გზა ხსნა გარდა სიტყვისა, აი ამგვარი სიტყვისა წარმოთქმულისა უფრო ხშირად და უფრო მახიანად უნდა მოხდეს მშვიდობიანი, საინტერესო სიტყვა შეთანხმება, მშვიდობიანი დამხობა. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ ვისი ბრალია ეს ყველაფერი. ცხადია იოლია და მე ღერია და ქსო ამაზე ვლაპარაკობ, FSB-ს ბრალია, რუსეთის ბრალია, მეთქი ამას ვამბობ, სულ წლებია პუტინისა თუ კურატორებისა ლუბიანკიდან. და ასეცაა, ცხადია, არავინ უარყოფს ამას, მაგრამ მუდმივი ხელის გაშვერა მოსკოვისაკენ ყოველთვის როდია არა იმდენად კარგი, ამდენად სწორი. ხო, გასაგებია რომ იმპერიას საქართველოს თავის უკანა ეზოდ ნაცრისფერ ზონად უნდა წარმოუდგენია, მაგრამ თავის შენია და თუ თავის შენია და ტანიც შენია, აგრეთვე თუ იოტისოდენა პატრიოტიზმი გაქვს და არ ცხოვრობს შენივე დაბიურა ივანიშვილი, ხომ დაბიო წარმოდგენებში ცხოვრობს. დაბიო წარმოდგენებში თუ არ ცხოვრობ, მოკლედ თუ ნება გაქვს მოსკოვისაგან თავის დაძვრენა, მინიმუმ უნდა, როგორ თქვა ახლა და სცადო მაინც. გასაგებია, რომ ყოფილი ეს აზრი არსებობს, რომ ყოფილი აგენტები არ არსებობენ, თუმცა არსებობენ. ხო, მაგრამ ასე ვამბობთ ხოლმე, ყოფილი აგენტები არ არსებობენ, ეს იდიოტობაა საბოლოო ჯამში. რამდენი ადამიანი გვინახავს დაძვრენილი, მოსკოვისაგან დაძვრენილი, რომლებსაც სურს მოსკოვს რომ მათ მისწვდეს, ხო? მაგრამ ცდაზე ვლაპარაკობთ, ხომ ცდელობაზე ვსაუბრობ და არა იმაზე, რა გამოგივა და რა არა. ივანიშვილის ტრაგედია ყველაფერს სხვასთან ერთად არის ისიც, რომ მას მცდელობაც კი არასოდეს ჰქონია, რომ დურთა თავი მოსკოვში 90-იანებში იქ ჩარჩა და სულ უსიტყვოდ აღასრულებდა და ახლაც აღასრულებს ნებას მისივე უშუალო ნაჩალნიკებისა პირობითად რომ უბძანონ და უთხრან ბიზინა გრიგოლიჩ. რუსულად ხო არ წარმოთქობ ახლა ამ წინადადებას, მაგრამ აი ქართულად თარგმნოთ, ხო, შეცვალე საქართველოს დროშაო ეს რო უთხრან. ხო, წინააღმდეგობასაც არ გასწევს. ისე დაიწყებს ამ მორიგ სპეცოპერაციას, საქართველოს წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებას და ახლა ასეთი კითხვა უნდა დავსვა, რატომ?
რა მიზეზის შრება ამას. გასაგებია რომ პაგონებიანია მაღალზე მაღალი ალბათობით. გასაგებია რომ შესაძლოა ბოლომდე შერაცხადიც არა ეს ვერსიაც ხომ არსებობს. გასაგებია რომ შამანები არ ვიცი შამანები სწორი სიტყვა აგიჟებენ გავიგე რუსები თუ არა რუსები, მაგრამ ეს განა საკმარისი არგუმენტი თუ არგუმენტები თუ ახსნებია, იქნება და გამოჭერილია მეთქი, რავი, ასე ვიტყვი, დაჭერილი, გამოჭერილი, სხვაგვარად როგორ უნდა ახსნა, ლოგიკური ახსნა მის ქმედებებს უბრალოდ არ აქვს და თუ არა ასე, მაშ რა უბიძგებს? ამ რეალურად უვიც უნჯს, ხო? ხო, რომ ებრძოლოს ამ ქვეყანას, მის წარსულს ებრძოლოს, რატომ ხალატობს საქართველოს ივანიშვილი ეს აგვაქვს გამოტანილი, რა უბიძგებს მართლაც რომ. კარგი, დაბუშვათ, კარგი. ერთია ბიზნეს პასუხისმგებლობა და მეორე სხვათა, ანუ ასევე გამობიძინებულებისა და გამორუსებულებისა მაღალი თანამდებობის პირებისა ოფიციოზისა ეგრეთ წოდებული თორე კანონიერი არც ერთი მათგანი არ არის ალბათ შეკრულებისას სწორედაც რომ რუსეთთან ისინიც შეკრულები იქნებიან მაგალითად უნდა ვისაუბროთ ირაკლი კობახიძეზე აი მემკვიდრეობით კგბ-შნიკებზე საუბარი ალბათ აუცილებელია პაპუაშვილზე წასულებზე ამ ხელისუფლებიდან აწმყოებზე მომავალებზე მათი ბრალიცაა ის ჩიხი რომელშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდით უკლებლივ ყველას ბრალია ვისაც არ აღმოაჩნდა იოტისოდენა უნარი ეთქვა არა რუსეთო არა კარგი გავანებოთ თავი რუსეთს ვერ უბედავით არა ბიზინა ასე აი რაღაც ელემენტარულზე ასე არ ვქნათ არა ხარ შენ ყველაფერში მართალი არა ხარ შენ ოლიმპოს მთაზე შემოსკუპებული არა ხარ შენ ღმერთი ან ღმერთკაცი ან ბრძენკაცი ხო გამახსენდა ვინც ეს თქვა ადრე აი მაგალითად ამათ ყავდათ კახა კუჭავა აი ეხლა ჩემგან ხელმარცხნივ ხო მარცხენა ხელი მაგ პარლამენტის თავმჯდომარე იყო ხო ან გიორგი კვირიკაშვილი სად არის შუაში ან გიორგი გახარიაზე ოდნავ მოგვიანებით ხო გიორგი კვირიკაშვილი პრემიერი იყო ისინი გამქრალები არიან კუჭავა და კვირიკაშვილი გამქრალები ასპარეზიდან ვინც დარჩა პოლიტიკაში მაგალითად გახარია ის გაქცეული თუ გნებავთ ვირყვი ასე გასულია ქვეყნიდან. ოღონდ იმის გამოა გასული, ის გამოც გასასვლელი არ იყო. ჩორჩანას დღეში რაც გააკეთა მან, ეს იყო სწორი ნაბიჯი. მე მას უმრავლეს შემთხვევაში ვაკრიტიკებ ხოლმე, მაგრამ ამ ნაწილში ხო, მისი გაკრიტიკება არ ნაკლებად კი არა, საერთოდ არ შეიძლება სხვების გახსენება შეიძლება, განა არა, თუმცა ყოფილების თუ მოქმედების სტრატეგიაზე კი არ ვსაუბრობ ახლა, არამედ თავკაცზე ვსაუბრობ, თავზე. ასე უნდა ვთქვა, აპატიეთ, აყროლებული თევზის აყროლებულ თავ ივანიშვილზე, რომელიც უპირველესი ბრალეულია იმის სიმაში, რაც ჩვენ გვჭირს, დიახ, გაგაკვირვებთ და ვიტყვი ასე, სასამართლოს გარეშეა ბრალეული, იმიტომ რომ საქართველოს და მსოფლიო ისტორიაშიც ყოფილა ასობით ალბათ კი არა ნამდვილად შემთხვევა როცა საზოგადოებას განსასჯელი სკამზე არ დაუსვამს ესა თუ ის პერსონა მაგრამ ამავე საზოგადოებას ჩვენთანაც ყოფილა განა არა უმკაცრესი ვერდიქტი გამოუტანია ამა თუ იმ პერსონისათვის და ივანიშვილიც ამგვარია შესაძლოა ასეთად იქცევა იმიტომ ასეთად გარდაიქმნება იმიტომ რომ მას შეეძლო ეთქვა ვიაროთ ერთად ყველამ ვიაროთ ერთად ივანიშვილს შეეძლო ეთქვა მტკიცედ ვიაროთ ვენდეტის შურისძიების გარეშე ვიაროთ ნახეთ როგორ სიტყვას ვიტყვი ვიაროთ საქართველოსკენ მიაქციეთ ყურადღება რას ვამბობ ჩვენ ვიაროთ ერთად საქართველოსკენ ანუ ევროპული საქართველოსკენ დასავლეთისკენ და ზურგი ვაქციოთ მარადიულ მტერ რუსეთს საქართველოა მაშინ როცა ის ევროპაშია წინააღმდეგ შემთხვევაში ის არის რუსეთის ღუბერნია რომელსაც რუსეთი მოაჯდება და უკანაეზო ტერიტორიად ბოსტნად რა ვიცი რაც გდებავთ ნაცრისფერ ზონად ხო სალაღობო და საელარჯო სივრცედ გამოიყენებს. დიახ, ბიზინამ ეს უკვე რა მნიშვნელობა აქვს, რატომ და რა მიზეზით არც თქვა, არც ქნა, არც ქმნა და ვერც, იმიტომ რომ იმ თავითვე გაკეთებული პაგონები რუსეთისა მან ვერ მოიძრო, ვერ დაწვა, ვერაფერი უკნა და მან სწორედ მან მიგვათრია ამ რეალურად ხომ ეს ჩიხია თქვენს ხომ იცით ხომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა როცა ერთნი გამოდიან და ყვირიან მშვიდობიანი დამხობა რევოლუცია
ისინიც კი ვინც მხოლოდ არჩევნებს აღიარებდა და სცნობდა, ისინიც ამ ჭკუაზე არიან. ეს ხომ ვიცით, ხოდა აი უკაცრავად, მართლა მივეგდებით მალე მთელი საზოგადოება მივეგდებით ამ 4 ოქტომბრამდე, რომელიც ერთის მხრივ რაღაც არჩევნებად წოდებულია, რომელიც გადამწყვეტი თუ არა მნიშვნელოვანი დღე კი ნამდვილად იქნება, ვინაიდან ეს დღეები რაღაცას უთუოდ კვანძი რაღაცნაირად შეიძლება რაღაცას უთუოდ შეცვლის. დიახ, შეცვლის ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ვინაიდან იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, კარგად უნდა გვესმოდეთ, კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ მეორე დღიდან, ანუ 5 ოქტომბრიდან უფრო ზუსტად კი პროცესის დასრულება ეს შეიძლება ელვარი და ლომფერი 9 ოქტომბერი იყოს ამ პროცესის დასრულებიდან ყველაფერი უწინდებურად, თუნდაც ცუდად ვეღარ იქნება, ხო? ანუ რას გულისხმობს? საუკეთესო შემთხვევაში და ნეტავი ესე მოხდეს, ჩვენ გავიმარჯვებთ ყველანი ერთად და გავიმარჯვებთ სახელოვნად და საქართველოს გამარჯვებაში იგულისხმება ბიზნარუსის რეჟიმის დამარცხება და ხელახლა დაწყება ამ ქვეყნის შექმნისა, ფორმაქმნადობისა აღშენებლობისა, ან მივუახლოვდებით ქვეყნის გარდაცვალებას. აი, ძიმე სიტყვაა, ხო? უფრო კი მკვლელობას, როცა არა მაინც და მაინც დანებით და მაინც ვინ ვახსენო ახლა ტყუპი ვინმე მისის ქართული ოცნებიდან არ ამგონია ტყუპი ძმები პედრო და პაბლო ვიკარიოებივით გამეცინა ეხლა ცოტა ჩემი მიგნებაზე და იმაზეც გამეცინა რომ არც ერთმა ქოცმა არ იცის ვინ ვახსენე ახლა მაგრამ ძალაუფლებით დაბრმავებულები შეიარაღებულნი საშიშრად მობოდიალეები ხო ტიტუშკები და არა მხოლოდ გაეკიდებიან ყველა სანტიაგო ნასარს კიდევ ერთხელ უნდა გამეცინოს ხო ანუ გამოგვეკიდებიან ჩვენ და დაგვამთავრებენ რატო არის მარკესი ეხლა მაინც მიხვდეს იქნება რომელიმე ქოცი ვისაც ოდნავ მაინც არა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა არა მაინც და მაინც არამედ თუნდაც მარტოობის 100 წელიწადი წაუკითხავს ანუ აგუწავენ ცხადია არა პირდაპირ მნიშვნელობით კობახიძე თუ გამოგვეკიდა პასუხსაც მიიღებს ალბათ მოკლედ ამიტომაა მნიშვნელოვანი რასაც ვამბობ და ამიტომაა 4 ოქტომბერი ერთგვარი რუბიკონი ერთგვარი გადამწყვეტი აი კვანძის გახსნის დღე ივანიშვილის პროცესში გამარჯვების შემთხვევაში ეს უნდა ვთქვათ ძნელია. ოღონდ არავითარ შემთხვევაში მე საზოგადოებას არ ვაპესიმისტებ, ხო? რასაკვირველი არა, მაგრამ ამის მიუხედავად უნდა ითქვას, შეიძლება პროცესში გამარჯვების შემთხვევაში მოხდეს იმაზე უარესი, რაც დღეს ხდებაო, თქვენს იკითხავთ, რა შეიძლება მოხდესო იკითხავთ და მართალი ბრძანებაცაა, ხო? რა შეიძლება მართლაც მოხდეს, მართალი კითხვა და მე უნდა აგიხსნათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმძიმს, ოღონდ არ ვაპესიმისტებ საზოგადოებას დღევანდელზე უარესი ამბავიც კი შეიძლება მოხდეს ივანიშვილის პროცესში გამარჯვების შემთხვევაში კერძოდ ივანიშვილი დააჩქარებს ძალაუფლების სრულ კონსოლიდაციას და როგორც FSB-ს ნომრიანი პაგონებიანი გენერალი წავა უფრო მეტ, უფრო სასტიკ, უფრო რუსულ, უფრო მძიმე რეპრესიებზეც კი ანუ პირდაპირ დიქტატურაზე გადავა არ გამოვა საქართველოში ზღაპრებია კერძოდ დაიჭერს ყველას ვისაც მისწვდება ხელით განდევნის ყველას ვისაც მისწვდება მრავალწერტილი ფეხით მოისყიდის ყველას ვისაც გროშები მოენატრება და გროშები ბევრს მოენატრება და აშინებს ყველას ვინცაც უმყარესი ფსიქიკა არ აქვს და აშანტაჟებს ყველას ანუ ის ეცდება ამოშანთოს ყველაფერი რაც ქართულია ვინც მისთვის თუნდაც იოტისოდენი პრობლემის შემქმნელი იყო აი შორეულ 2014 წელს ასე მაგალითად და დააჩქარებს და დაასრულებს საქართველოს გრუზიად გარდაქმნის მას აქცევს მას სრულ მე მიყვარს ამ სიტყვის ხმარება დესაქართველოიზაციას მოახდენს და თუ ესეც არ გესმით ახსნი ასე მეგობარს კი არა ოჯახის წევრს წაეკიდება ბიზინა ივანიშვილის პროცესში გამარჯვების შემთხვევაში სამკვდროდ წაეკიდება იქნება ბევრად მეტი სიძულვილი ჩვენ შორის ბევრად დიდი უფსკრული ბევრად მეტი კორუფცია პარალელურად ბევრად მეტი გადანგრევა და ესეც რუსეთის სცენარია რომ ვიცოდეთ რუსეთი მრავალ სცენარს იყენებს A B C D და ასე შემდეგ და სწორედ ესაა ყველაზე რეალისტური შემთხვევა ეს რეალისტური სცენარი იმ შემთხვევაში თუ ბიზინა ივანიშვილი ამ პროცესში ვიმეორებ არა მაინც და მაინც 4 ოქტომბერს არამედ პროცესში გაიმარჯვებს თუმცა ცხადია უიმედოდ არ უნდა ვიყოთ მე არა ვარ უიმედოდ ხო არა მარტო მინდა არამედ მგონია რომ
ჩვენ ბევრი რამე შეგვიძლია 4-ში, 5-ში, 7-ში შეგვიძლია საერთოდ როგორც საზოგადოებას და თუ 4 ოქტომბერს დამოუკიდებლად იმისა მოგწონს თუ არა ამ აქციის რომელიმე ორგანიზატორი ვიქნებით ბევრნი ბოდიში გულახდილობიზა და არა ქაღალდზე დაწერილი 277,448,1000 არამედ ვიქნებით რეალურად 150,000 თუნდაც 200,000 ხო? ანუ რეალურად გადავავსებთ ფართობ თავისუფლების მოედნიდან ვიდრე რესპუბლიკის მოედნამდე და კოსტავას გამზირამდე შესაძლოა ფილარმონიამდეც და ვიდგებით მშვიდობიანად ამას ხაზგასმით ვამბობ რომ რომელიმე რუსმა მამუკამდინარაძემ რამე არ თქვას ვიქნებით ურყევად ჯიუტად მამუკამდინარაძე რუსი რატო არის იცით ქართველია გვარით მაგრამ რუსულ საქმეს აკეთებს მოკლედ თუ ვიქნებით ჯიუტად და ქვედა თუ გვექნება ზედმიწევნი ზუსტი და არა ქაოტური პოლიტიკური იმეორე პოლიტიკური მოთხოვნები არამედ ზედმიწევნი ზუსტი მოთხოვნები უნდა გქონდეს ივანიშვილმა ჩემი აზრით შეიძლება მართლაც რეალურად და არა კოსმეტიკურად დაიხიოს უკან მეცაც გეტყვით თუ მართლა 200,000 მოქალაქე გავა ქუშაში ის დაიხებს უკან აუცილებლად და უკან დახევა მაინც და მაინც გაქცევა კი არა როგორც ბევრი ვარაუდობს არამედ რეალურ დათმობებზე და რეალურ ხელშესახებ დათმობებზე წამოვა ოღონდ აი აქაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ნიუანსებია და ესეც უნდა გავითვალისწინოთ ოღონდ უნდა ვთქვათ ეს სიტყვა ეს კავშირი ოღონდ კარგად უნდა გავიგოთ ჩვენც და კარგად უნდა გაიგოს თავად ივანიშვილმაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე გაიარა ვითომ ყალბი კომპრომისების პერიოდი ის უკვე ჩამოყალიბდა დაღვინდა ის უკვე კარგახანია დაღვინებულია ქართული საზოგადოება და თავად ივანიშვილი კი კარგახანია გაშიფრულია თვალთმა გწობა ივანიშვილისაც ცნობილია ჩვენთვის ტრუკი გავაკეთეო გახსოვთ კარგი ტრუკი გავაკეთეო რომ ზემო იმერულკავა და კომბინაციების მისი ცნობილია საზოგადოებას აღარ ხიბლავს შეთანხმებები როგორც ასეთი და მე გარდაუვალი ბიზინა ივანიშვილისეული და ღალატებები საზოგადოებას რეალურად უნდა ბიზინა ივანიშვილის მოშორება გამარჯვების ხილვა უნდა და ამდენად ეს ეგრეთ წოდებული მესამე გზა მისი მხრიდან ნაწილობრივი დათმობებისა არაფერი არ იქნება გარდა მორიგი ტყუილისა დიახ ბიზინა რუსმა ბევრჯერ გადაგვაგდო ბიზინა რუსმა შეიძლება მაგალითად შემოგწიროს ახლაც თავისივე პეშკები ანუ პაიკები განტევების ვაცები უმისოდ მის გარეშე ჩალის ფასიანები აბაკობახიძე ვინ იცოდა ან ვის ეცოდინება სამომავლოდ პოლიტიკურად დაკლას მაგალითად ხსენებული კობახიძე და სხვები მდინარეზე თუნდაც და ანუ თქვას რომ ყველაფერი რაც მოხდა და ხდება მათი ბრალია და არა უშუალოდ მისი ბიზინა რუსმა პრეზიდენტად წოდებულ ყაველაშვილს შეიძლება უცებ ხო შეაწყალებინოს ბრალ დადებულნი, ანუ გამოუშვას ბევრი ტყვეთ უსაღი და ბიზინა რუსმა დამატებით ბონუსად შეიძლება დაგვიანონსოს, რომ აი პროცედურების გავლის შემდეგ ასე მაგალითად მაისში ნიშნავს რიგარეში არჩევნებს და ასე. სწორედ ასე, ამ გზით, ამ ოინით შეიძლება სადოს გამოძრომა ამ რთული ვითარებიდან რთული მისთვისაც შესაძლოთ რთული მდგომარეობა ვითარებიდან ოღონდ ეს სიტყვა მნიშვნელოვანია, ოღონდ პერსონალურად მე გაგიკვირდება და ამ სცენარისა ყველაზე ჯერ ერთი ნაკლებად მჯერა, იმიტომ რომ ბიზინა მიცის, ან უნდა იცოდეს, ერთი და მთავარი ჭეშმარიტება. საზოგადოება უკვე დაღვინდა, საზოგადოება იცის, რომ თევზი კლავ გავიმეორებ ამ სიტყვას, თავიდან ყარს და საზოგადოება წესით არ თოხლავს. უცნაური ზმნა არის, ხო? არ ჭამს თავ დარჩენილ მძაღე თევზს, აი თავ დარჩენილ მთაძაღე თევზს, აი რომ მარტო ძვლებიღა, ფხებიღა იყოს, ანუ შემოფრცხნილ თევზს ბიზინა ივანიშვილის, ანუ ბოდიში და არ დაგოიმდება ამ მორიგ ტრუკზე და მეორე რაღაცა ისე დაალპა, ისეა დამპალი არა დანიის, არამედ ივანიშვილის სამეფოში, რომ ოდენ კოსმეტიკური აფერისტული ცვლილებები, კობახიძის გაშვება და ასე მაგალითად იქ მარიამ ხვივიშვილის თუ სხვების მოყვანა, ხო?
ამდენიმე კანდიდატი ვიცი, რომელსაც განიხილავენ მის კარზე, ხო, გაპრემიერება, ვერაფერი შეღავათია ამ ქვეყნისათვის და არც გამოსავალია. მეტიც, თუ შევატყობთ, რომ ივანიშვილი არჩევნებსაც გვიგდებს, იმიტომ რომ ჩავცხრეთ, ეს იქნება თვალთმაქცობა. სალაფავი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბიზნეს რომელიღაც ეტაპზე შეიძლება აწყობდეს კიდეც არჩევნების დანიშვნა, იმიტომ რომ მას სჭირდებოდა და სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, სასიცოცხლოდ სჭირდება და თუ არჩევნებს დანიშნავს, მხოლოდ იმიტომ იზამს ამას, რომ 113, 114 დეპუტატი გაათრიოს არჩევნებამდე უნდა დამარცხდეს ბიზნეს ივანიშვილი, უნდა შეეგუოს მარცხს და არ უნდა გამოიომოს უსწავლი სიტყვა, მაგრამ მაინც ძალაუფლება თუ ხელისუფლება და სრულად და უპრობლემოდ გადააგდოს საქართველოს რუსობას უნდა რომ გადააგდოს რუსეთის ერთ ადგილზე გასაშვებ გებში 113-114 დეპუტატის მოპოვების შემთხვევაში, მოკლედ არჩევნები, რომლებიც თითქოს კარგია მაშინ, როცა ის ივანიშვილი ჩამოიშლება. ესეც თემაა და ესეც კონტექსტის ნაწილია. ხო და რა მოხდება 4 ოქტომბერს? ეს ამ ამბავში მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხია და ახლა მე უნდა შემოგთავაზოთ ერთი ვრცელი ვიდეო რგოლი. უმნიშვნელოვანეს კითხვას სერიოზული პასუხი უნდა გავცეთ და თან ისეთი, რომელიც საზოგადოების განწყობას მინორულს კი არა, მაჟორულს გახდის მაშ რა მოხდება 4 ოქტომბერს საქართველოში, მოდი მივხვეთ თან მიმდევრობით. დილით გაიხსნება საარჩევნო უბნები და საღამოს 8 საათამდე შედგება არჩევნები, რომლებსაც პირადად მე არჩევნებს ძნელად თუ უწოდებ, მათ შორის იმიტომ, რომ არჩევნებად წოდებულზე მივა უკიდურესად ცოტა ამომრჩეველი. ლეგიტიმაცია აკლია ამ პროცესს. 98%-იც რომ მიიღოს, ასე მაგალითად თბილისში ერთმა ბანდიტმა ან მისმა ოპონენტმა წესიერმა, მაგრამ ჩემი აზრით გზააბრეულმა კაცმა ლეგიტიმაცია როგორც ასეთი ამ არჩევნებს მაინც არ ექნება. სხვა რა მოხდება 4 ოქტომბერს? ოჰოი და 4 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებას დაიწყებს ათეულათასობით მოქალაქე დაფიქრებული ამ ქვეყნის აწმყოზე და მომავალზე დროშებით ხელში იქნება ბევრი მოქალაქე. როგორც ამბობენ, სწორედ დროშების რევოლუცია დაიწყება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მეც ვიქნები საქართველოს, ევროკავშირის, უკრაინის დროშებით ხელში, მიუხედავად იმისა, რომ ხვდები, რაოდენ აუცილებელია ქართულ-რუსული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლა, ჩამოშორება, მაინც უნდა ვიკითხო უკიდურესად ფრთხილად უნდა ვიკითხო რა იქნება ჩვენი გამარჯვების ინდიკატორი თუ მადასტურებელი. პროპაგანდისტური მედიით სიტყვით გამოაბიზინა რუსი და იტყვის დაუმარცხდიო, თუ კობახიძე რუსი გადადგება, ალბათ ზე მეტად არც ერთი ამბავი მოხდება და არც მეორე. მაშ რა დაადასტურებს იმას, რომ ბიზინა წავიდა, ბიზინა პროცესში დამარცხდა? მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ბიზინამ პრაქტიკულად მოსპო ყველა სხვა გზა გარდა შვიდობიანი ხავერდოვანი რევოლუციისა. დამოუკიდებლად იმისა, მე რას ვფიქრობ სტრატეგიაზე, მე ვიცი ერთი რამ, ბიზინა თუ გადარჩა ის დაასრულებს საქართველოს, მოახდენს საქართველოს დესუვერენიზაციას, დესაქართველოიზაციას, მოახდენს ჩაბეტონდება, ვინიც ის და იქნებ 20-30 წლითაც. შესაბამისად მე ვიცი, რაოდენ აუცილებელია მისი დამარცხება, მე ეს ვიცი და ისიც ვიცი, რომ ბიზინა არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა მარცხთან, როგორც დღესაა და გაგიკვირდებათ და არც ჩვენ ყოფილვართ ასე ახლოს დიქტატურასთან, როგორც დღეს ვართ. ამიტომ სიტყვა ბოლომდე უბრალო სიტყვა არა, სიტყვა ბოლომდე უმნიშვნელოვანესი სიტყვა. ბოლომდე. ამასობაში ეხაც მიკარდახეს ირაკლიო, რატო დაგავიწყდა მისალმებაო და მეც მოგესალმებით. გვიან მოგესალმებით. მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი, ავტორი გადაცემისა კონტექსტი და ვიდრე რეკლამა იქნება ჩვენს ეთერში, მანამდე კიდევ ერთი ამბავი. იცით თქვენ, რომ ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება მიიღეს, არ მიყვარს ეს მიღებული იქნა, ხო? მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტის წარმომადგენელთა პალატაში შესატანად. თავად შესწორება ამერიკის მთავრობას და მის ნებისმიერ ორგანოს
ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს ელჩიროა ჩემი გვარი ხოტაბლიაშვილია და მისი კი ტალიაშვილი ხო მასაც კი არ გაუიშვიათდება შეხვედრები კაფეებში თუ ივლის გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც კონგრესს, ანუ ქვედა პალატას და ზედა პალატას გაივლის ეს შესწორების წინადადება კი არა ეს აქტი და წინადადება ეს ისი თქვენ რომ ჩვენმა მეგობარმა ჯო ვილსონმა წარადგინა, მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარმოდგენილია ცვლილება, რომელიც აკრძალავს ამერიკის ოფიციალური პირების მიერ ქართული ოცნების მმართველობის აღიარებას, როგორც ასეც ამასთან დაკავშირებით მე მინდა შევოგთავაზოთ, კი გინახავთ, ნახეთ, მაგრამ ორი კომპეტენტური პირის დიმიტრი სკიტიშვილისა და გიორგი მელაშვილის კომენტარები უკვე შემდგომ რეკლამა და რეკლამის შემდეგ კი ფრიად საინტერესო სტუმარი, რომელიც სწორედ 4 ოქტომბერზე გაგვესაუბრება და უპასუხებს იმედი მაქვს კომპეტენტურად კითხვებს, რომლებიც მისთვის კომფორტული არ იქნება, მაგრამ საზოგადოება ვალდებულია იცოდეს, ის ვალდებულია საზოგადოებას გააცნოს ყველაფერი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რის თქმაც რასაკვირველია შეიძლება. ავტორიზაციის აქტი არის ეს დაახლოებით 2 წლიანი პოლიტიკის გეგმა, ესე ვიტყოდი, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელშიც ესეთი ფრაზის და ესეთი ვორდინგის ამ სიტყვების ჩაწერა ძალიან პრაქტიკულად ანადგურებს ნებისმიერ პერსპექტივას ქართული ოცნების რამე ტიპის ლეგიტიმაციის მოპოვების. ანუ ეს პრაქტიკულად გამორიცხული იქნება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდე კომიტეტის დონეზეა, მაგრამ მე არ მგონია, რომ რამე განსხვავებული პოზიციები არსებობდეს, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე კონგრესის რომელიმე პალატაში სახელმწიფო დეპარტამენტში ან თეთრ სახლში. ქართული ოცნების აღიარება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შესწორება უკვე არის მიღებული, ჯერ უნდა დაამტკიცოს ქვედა პალატამ, შემდეგ ზედა პალატამ, თუმცა ის, რომ ავტორიზაციის აქტი, ანუ ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელთაც იმართება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, მასთან დაკავშირებით ჟღერდება ასეთი ტიპის გაფრთხილება, ეს გვაჩვენებს იმას, რომ კონგრესის მხრიდან წნეხი შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე გრძელდება, ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა მეგობარი აქტს, რომელიც გაიჭედა, ასევე არსებობს და ეს არის კონკრეტული სიგნალი ადმინისტრაციისადმი, რომ ქართულ ოცნებასთან business as usual, ნორმალური საქმის წარმოება გახდება შეუძლებელი.